რატომ დატოვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პარტიის რიგები იოსებ ფალელაშვილმა გორის საკრებულოში ოცნების სიით მოხვედრილი ფალელაშვილი შესაძლოა ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელების მოწინააღმდეგეთა სიაში მიხილოთ. ეს საკრებულო უახლოეს ხტომაზე მას შემდეგ გაირკვევა, თუ იგი ნაციონალური მოძრაობის თავისუფალი დემოკრატების და ქართული პარტიის გეგმის ნაწილი გახდება და საკრებულოს პირველი პირების იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. ახლა ფალელაშვილის ერთი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი ხმა გადაწყვეტს, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს კობერიძე, ზურაბიშვილი, ჩხიკვაძე, მეზრიშვილი და როსებაშვილი. აწევს თუ არა ხელს მათ წასვლაზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსის მქონე ფალელაშვილი ჯერჯერობით არაკონკრეტებს, თუმცა ჩვენ ჟურნალისტ თამარ ადვაძეს დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ექსკლუზიურად ესაუბრა. უსამართლობა, არაობიექტურობა, გუნდური მუშაობის ხარვეზები და ხალხის მიმართ უყურადღებობა. ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებსაც იოსებ ფალელაშვილი ქართული ოცნების რიგების დატოვების მიზეზად ასახელებს. დღეს დუმილი დაარღვია, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე დეტალურად მაინც არ საუბრობს. პირველ რიგში ერთობლივი მუშაობა არ იყო პრობლემაზე, ნაკლებად იყო რაღაც ხალხზე ორიენტირებული ეს რამოდენიმე ადამიანი. ჩემთვის იყო მიუღებელი ესეთი მიდგომები საზოგადოების მიმართ და მივიღე გადაწყვეტილება მაგითო. იოსებ ფალელაშვილი გორის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო. ამჟამად ეს თანამდებობა თავისუფალია და ჯერ უცნობია თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ ფალელაშვილს პარტიის თავმჯდომარესთან ნინო ზურაბიშვილთან რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. იოსებ ფალელაშვილი აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ეს მხოლოდ შენიშვნების მიცემა იყო და მათ შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ეგ უბრალოდ შენიშვნა იყო რა, იმისა რომ რაღაცა ურჩიე, შენიშვნის ფორმით ურჩიე რომ რაღაცა ეს ხარვისი გამოესწორებინათ. და ეგ დაპირისპირება არ იყო ნამდვილად. ფალელაშვილის წასვლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ნინო ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დიდი რესურსი არ დაუკარგავთ, რასაც კულუარებში გარკვეული მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ადამიანების გარკვეული ნაწილი ამბობდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის წასვლა მასსა და ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებას მოჰყვა, თუმცა აღნიშნულს ფალელაშვილი უარყოფს. ნინოსთან რაღაცა შენიშვნას მივცემდი თუ რაღაცას ურჩევდი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ამ ხელა გადაწყვეტილება მიმეღო, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ეხლა მასთან თუნდაც რომ დაპირისპირებული რო ვიყო. ეგ არაფერს არ ცვლის ჩემს ცხოვრებაში. სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ იოსებ ფალელაშვილმა ქართული ოცნების რიგების დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გარკვეული კონსულტაციები საკრებულოს წევრთან, თავისუფალი დემოკრატებიდან თამარ თედლიაშვილთან გაიარა. ამას ფალელაშვილიც უარყოფს და თედლიაშვილიც. მეგმერდო ჩემო. არ ვიცი ხა თუ ეს ერთი დღის დაგეგმილი მაშინ არ უნდა ყოფილიყო, დიდხანს უნდა მემუშავა ამ თემასთან დაკავშირებით. და არ ვიცი, ალბათ უნდა რაღაც ძალადობრივი ხერხებით და მეთოდებით გამომეყენებინა, ვინაიდან იოსებ ფალელაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ვიღაცის კარნახით. ეს ზუსტად ვიცი. თქვენ ხო თვლით რომ ექსასაცილოა. ეხლა მე ნამდვილად ამას ხუმრობად მივიღებდი თქვენი მხრიდან. არავის ჭუაზე რო არ გავივლიდე ეხლა თედლიაშვილს რატომ უნდა ერჩია და ტექსტი რატომ უნდა მიწერა, როცა მე მაქვს ჩემი ცხოვრება და მე ვიცი ჩემი ცხოვრება როგორ და რანაირად გადავდგა ნაბიჯები ჩემ ცხოვრებაში. ფალელაშვილი საკრებულოში ახლა ოპოზიციისთვისაც საჭირო კაცია და პოზიციისთვისაც. სწორედ მისი ხმა გადაწყვეტს უახლოეს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და 4 კომისიის თავმჯდომარის ბედს. საკრებულოს პირველი პირების იმპიჩმენტს ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და ქართული პარტია ითხოვენ. უნდობლობის გამოსაცხადებლად 8 ხმაა საჭირო. ოპოზიციას 7 ხმა უკვე აქვს. თუ მათ ფალელაშვილიც შეუერთდა, გამოდის რომ ნაციონალური მოძრაობის თავისუფალი დემოკრატების და ქართული პარტიის გეგმის განხორციელებას ხელს შეუწყობს. იდეალურად არ მუშაობს საკრებულო, იქ არის ძალიან ისეთ მით უმეტეს ოპოზიციური პარტია უმრავლესობაშია და რაღაც ძალიან ხშირად არის ესეთი განსხვავებული აზრები და ყველაფერს მნიშვნელობა აქვს საერთოდ ცხოვრებაში. ყველა მით უმეტეს გააჩნია პიროვნებებს, ეხლა ჩემთვისაც უმნიშვნელო დეტალსაც კიდე ყურადღებას ვანიჭებ და მე საერთოდ თვლი ჩემთვის ყურადღებიან ადამიანად.
მიუხედავად იმისა, რომ ისიც ოპოზიციური პარტიის დეპუტატია, იმ პირების ჩამონათვალშია, რომლის იმპიჩმენტსაც ითხოვენ. ზურაბ როსებაშვილისთვის კოლეგების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი მარტივად არ ჩაივლის და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. ჩემ პიროვნებასთან რა პრეტენზია გაქვთ მეთქია? პასუხი იყო ესეთი, რას ვიზამთ პოლიტიკაა და არ ვიცი ხა თუ პოლიტიკა ქვია ამას, მე მაგალითად ესეთ საქმიანობას მე ვერ ვიგებ. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ყველაფერს თავის პასუხი გაეცემა. ესე არ იქნება, რომ მარტივად არ ხდება ყველაფერი რა. ხა ზოგს რო გონია მარტივად იქნება, მარტივად ვერ იქნება. დეპუტატები, რომლებიც საკრებულოს პირველი პირების იმპიჩმენტს ითხოვენ, ერთ-ერთ მიზეზად ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას ასახელებენ. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საკრებულოში არსებული სიტუაცია ქალაქის მერს ხელს უშლის, რომ უკეთესად მართავს ქალაქი. საჩქაროდ მისაღები ბიუჯეტი დღეს გვაქვს ისევ მიუღებელი, რაც ქალაქზე ძალიან ცუდად აისახება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ საკრებულო და მერია და ის ადამიანები, ვინც ამაში რაღაცნაირად ხელს უშლის, ქალაქზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენენ ქალაქის ცხოვრებაზე. გორის საკრებულოში დაძაბულობა დღითი დღე მატულობს. ამჯერად ყველა დეპუტატი დუმს და დეტალებზე საუბარს ერიდება, თუმცა პირობას დებენ, რომ სულ მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.